მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ისევ გამოფენილია ბანერი თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, დროშები, უკრაინის, საქართველოს დროშა, ევროკავშირის დროშა, ის დროშები, რომელთაც ჩნდებოდა ყველა აქციაზე, მაგალითად ზურაბ ჭავჭანიძე და დროშები, რომლის ფრიალის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში დააკავეს და ახლა უკვე პატიმრობაშია იგივე ბათუმელი მედროში ზურაბ ჭავჭანიძე. პროევროპული აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არ უნდა შეწყდეს ეს პროტესტი მაშინ, როცა ამ ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, რეჟიმის ტყვეები და მაშინ, როცა ქვეყანაში აპირებენ, რომ დაამყარონ დიქტატურა, რომ ჩაახშენ პროტესტი და ბოლომდე შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყოველდღურად ვხედავთ თვითონ ფორმებს, როგორც ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, რომ მოქალაქეებს აღარ ქონდეთ საშუალება და აღარ ქონდეთ იმისი განცდა, რომ მათ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი პროტესტი და ქონდეთ იმის განცდა, რომ ისინი დაისჯებიან საკუთარი პროტესტის გამო. მე მინდა გავისაუბრო დღეს აქციის მონაწილეებს ბოლო ამბებზე, მათ შორის აი მოვლენაზე, როცა თბილისში დააჯარიმეს მოქალაქე 3,000 ლარით ივანიშვილის წევლისთვის. საკუთარ Facebook გვერდზე მოქალაქემ დაწერა კომენტარი, მან ივანიშვილი დაწყევლა და სწორედ ამის გამო შეუდგინეს მას ადმინისტრაციული სამართლდამცავი ოქმი და ამ შემთხვევის გამო მას გამოუწერეს 3,000 ლარიანი ჯარიმა. აი უკვე ამ მასშტაბის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ხვდებით ჩვენ უკვე ჩვენს რეალობაში. დღესაც არიან შეკრებილები მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. ეს არის ტრადიციული შეკრების ადგილი, სადაც მოქალაქეები მუდმივად იკრიბებიან და უცვლელია მათი მოთხოვნები. ეს არის ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და რეჟიმის ტყვეების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა პროტესტის ან პროევროპული წინააღმდეგობის მონაწილე თამუნა გიორგაძე დააჯარიმა 3,000 ლარით პირად გვერდზე, Facebook-ის პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ წევლით გამოხატული უკმაყოფილების გამო. მოდი გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს. სახელმწიფოების ამალხას მინდა რომ გაგესაუბროთ. რასთან გვაქვს საქმე უკვე, როცა ჩვენ უკვე ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და ამის ერთგვარ დაკანონებას მოსამართლეების მხრიდან. დღეს უკვე ვნახეთ შემთხვევა, როცა მოქალაქე თამუნა გიორგაძე დააჯარიმეს სასამართლომ 3,000 ლარით საკუთარ Facebook გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ წევლით გამოხატული უკმაყოფილების გამო. რას ნიშნავს ეს ამბავი თქვენთვის? ეტაპობრივად რაღაც სიგიჟეების აჩვენებენ, რომ რაღაც და ავე სიგიჟეა ადამიანმა წევლის გამო, ალბათ რაღაცა ეუბნება ამას, ან და ავიცი ეს რა უნდა იყოს ადამიანს 3,000 ლარის გამო რა შეგვაშინებს ამ ჯარიმებით თუ რაც იზრდება ხა დაჯარიმებულია ხალხი ზოგს 70 ჯერ აქვს დაწერილი 5,000 3,000 და არც ხის ეშინიათ კი ხედავს ხალხს და არც არავის ეშინია უბრალოდ ამით ვიღაცებს კიდე აშინებს რაღაც მაგრამ რავი ალბათ არ უყურებენ ტელევიზორს რომ რუსეთს ბომბავენ რა აზრია ხა ჯარიმებს რა აზრია ხა დაჭერებს რუსეთს ბომბავენ კი ხვდებია ხო აი ყურე რუსეთს ბომბავენ და მიხვდნენ ხა რატო ვთქვი ანუ რატო უნდა იყოს კავშირი დაკავშირება რუსეთთან და ხო თქო როგორ აკავშირებთ ამას ანუ აკავშირში ჩვენებრივად გავრილოვის დღიდან დაიწყო ეს ყველაფერი და ეს არის კავშირი და შემის შემდგომ ამ ჯარიმებით ამ რუსეთთან მოფერებით დღე გუში და ხა მაგალითად ჯარიმა არა უბრალოდ და მე დამიჭერდნენ მე რა ვიცი ჯარიმის არბეჭი უბრალოდ დასაჭერად ნამდვილად არ მინდა თავი გავიცი რომ ვიღაცა რუს ხელი დავარტყამ თუმცა ინდონეზიელენ გადმოსული ჩვენზე ქართველებზე რა მნიშვნელობა აქვს ეხა იქნები შე პროტესტში თუ არ იქნები თუ საშუალოდ იქნები ხო იცი და რუსები არიან უკვე ყირაზე გადასული რა მივდიოდი იმაზე ბილიგზე ველობილიგზე და იდგა ველოსპედით
ვიღაცას ესაუბრებოდა და მეთქი გაიწია გამატარე მეთქი გადავდიოდი ახლა არც იქეთ იყო გასასვლელი ჩვეულებრივად გეჭინებიან მე რეგულირება პოლიციას დაურეკავ ჩაის პოლიციას ამათ უფრო იცავს ვიდრე ქართველს და აქვთ ეხა იმათ განაგები აქვთ რომ იცავს პოლიცია ჩვეულებრივად დაიცავს მას არავინ არ ეტყვის ჩვენ პირიქით იქით ქართველს კონდენს არის და არაფერი უკან არ იხევს გლანძღავს გადმოდის შეტევას და ესე დაწყევლა კი არა იმას რო არესია ქვებს რო არესიან და როდადიან ქუჩაში ჩვეულებრივად ესენი როგორ არ უკვით მაგრამ მაგრამ როგორ აისახება ივანიშვილის რეჟიმზე რუსეთის დასუსტება? კადიგვე ხა ეს მდგომარეობა სურათი რაც რუსეთში არის, ეს რაიმეც გიჩენთ თქვენ პირადად. აი კობახიძე მაგალითად მივიდა იმასთან, რა ქვია, მეომარის შვილები, უკრაინიდან მეომარის შვილები იყო ჩამოსული და აი მათთან მივიდა, ბანაკი ჰქონდათ იმ ბავშვებს და იქ მივიდა და ანუ უკრაინელ ბავშვებს შვილებს ვინც ომობს, იმის შვილებს რო უკეთებდი მე აუქციონს ვაკეთებდი რაღაცას და ფულს ვიგზავნიდი და იმ ბავშვებს ვართობდით და სრულიად თანხის გარეშე მერწმუნე და არაფერი იმ ბავშვებს ვართობდი, მაშინ პრობლემას ვიქნიან მე სამსახურში რომ მუშაობდი სანამ გამომიშვიდნენ მერიდან, ამათო რომ გამომიშვეს თქვენ მერიდან გამოგიშვეს მას შემდეგ რაც გახდით პროევროპული აქციის მონაწილე და გამოხატეთ პროტესტი. გებუაძემ რო იძალა და ჩემზე იმ დღეს მე სამსახურიდანაც გამომიშვიდა. მაშინ სამსახურში პრობლემა შევიქნე შენო უკრაინასო რატო ბავშვებსო რატო ეხმარებიო. მაშინ ეს იმიტომ რომ ამათ ხო ის აქვს რა ესეთი ის აქვს რომ შენ რადგან ეხმარები უკრაინელებს რადგან შენ ხარს უჭერ ამ დროს გიქნიან პრობლემას. თუმცა დასაწყისში დროშები დადეს ნახეთ დროშები უკრაინის დროშები ქონდა შემდეგ რომ უთხრა თავისმა იმან რა ქვია რა ვიცი კეპთა კვალიფიცირებული არიან ვინაიდან არის ეს ხალხი რაღაცას იმედის არხზე რასაც ეთქვია შემდეგ იმას გაიმეორებენ ეს ჩამოაყალიბეს ხალხი და რატოა ხო განსხვავება თვითონ ამბობენ სხვადასხვა ერთი რუსთან ქონდა საუბარი და მეო ჩემიო ის არისო მეუღლეო მე ძველი მეგრელიაო და ახლა რატომ მომაყოლე იმათმაც იციან რომ იგივე მისი ძმარიო ნაციონალიო და ჩემი მეუღლეო ის არისო რა ქვია რუსეთუმეაო ესე ამბობს ისო ნაციონალიაო რა ევროპული გაგების არისო ისო ესე მეუნება და მეთქი ევროპული ანუ ნახეთ რა ხდება ვინც ევროპული გაგების არის ვისაც ევროპა უნდა ის არის ნაციონალი თურმე ესე რუსებმაც ესე იციან რა და ვინც არ არის ის არის რუსეთუმე თვითონაც ესე იციან და ყველაფერი ხო იცი ხა რა რაც არ უნდა იქეთ გადახვიდე რაც არ უნდა იმართლო თავი გავრილოვის ღამე არავის არ ავიწყდება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ადამიანების ლეწვა, ქართველის ლეწვა და ქართველის აქედან გადინება და გაყრა და რო გამოუცხადა რომ ყველამ წადითო კაცო დატოვეთო ქვეყანაო იქეთ კარგიაო ამიტომ ივანიშვილის რეჟიმს ემუქრება საფრთხე თუ კი თქვა რუსეთი დასუსტდება და თუ კი უკრაინა მოიგებს ასე თქვა ამ ომს ჩვეულებრივად როდესაც გავიხსენოთ აგერ შეიძლება ახალგაზრდებმა იციან, კარგად იციან თან ნაკითხი ახალგაზრდობა ყავს. აი, ასანაბაჟზე რომ გამოვიდა და პადამამ რო უთხრა და რო წავიდა. ანალოგიურად მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო, გადაწყვეტილება მოხდა ზევით და იქ სადაც მოხდება გადაწყვეტილება, ისე ჩვეულებრივად გამოვიდა ეთქვის ყველას პადამამ ეთქვის. ივანიშვილს ხოთაშის პადამამათაც არ ეთქვის. ისე გაფრინდება და ისე წავა და ანუ ამის მოლოდინი გაქვთ თქვენ ეს ახლა ვინმეს ეგონა რომ რუსეთში ბენზინი არ ექნებოდა რუსები ჭამენ ერთმანეთს ვინმეს წარმოედგინა წარმოედგინა რომელიც არის ნავთობის ერთგვარი ის რაღაცა საცავი და ნავთობის სადგურს ეწოდება ხო ბჭყალებში რუსეთში დაფრინავს დრონები დაფრინავს ჩვეულებრივად და სხვადასხვა რუსები ამბობენ მათ შორის მოსკოვში უკვე ნახე ხალხის საზოგადოებაში არის 6 ფენა არის თავდაცვის რომ ვერ ჩამოვარდეს დრონი იგივე რუსები სხვადასხვა ამბობენ რომ ესო ყველაფერი ჩაწყობილიაო უკვე იქ მიდის პროპაგანდა იქ მიდის უკვე რომ ჩაწყობილი თითქოს პუტინი ამას ყველაფერს აწყობს და კიდე რა მოხდება და რა არ მოხდება ეს არ ვიცით მაგრამ ეს ხო ვიცით და ფაქტის წინაშე დავდეთ ანუ ომის შეწყვეტისთვის მიზეზებს ეძებსო ანუ ეს რავია 1000 რაღაც იქნება მაგრამ ფაქტის სახეზე რომ გაჭირვებაშია და გაჭირვებული როცა არის ერი ის გამოდის ქუჩაში ჩვეულებრივად გამოვლენ ისინი ქუჩაში თუ ქუჩაში არ გამოვლენ ფაქტის სახეზე დრონი მოხდება ვიღაცა თავში მაგათაც ჩვეულებრივად ეს ადამიანების მასა რაც არის ეს ჩვეულებრივად ეხლა აგორდება შეიცვლის აზრს ვიღაცა რაღაცას მაგრამ თლიანობაში არის ის რომ ივანიშვილს თქვა თვითონაც მე მაინტერესებს ჩემი თანხაო
მე ჩემი ფულები მაინტერესებსო და აინტერესებს ამკაც ვის ფულები და ვინც გადაყვადა, ვინც შეყვადა, ვინც ხალხი დალეცა, ვინც წვლილი მიუძღვის. აი მაგალითად აქ ბევრი პოლიციელი რომელსაც წვლილი მიუძღვის ადამიანების ლეწვაში, ჩვენს ცემაში, იმ დაჯარიმებაში წვლილი მიუძღვის ჩვეულებრივ როგორ გვექცეოდნენ. თუმცა როცა ეხა მოსკოვის დაბომბვის შემდეგ სხვათაშორის ძალიან გაკეთილშობილდნენ. აი ესეთი არტისტულები რა, საიდან შექმნა მე არ ვიცი. როცა არტისტულები გახდნენ რა. ჩვეულებრივად აჯარიმებენ ხალხს, როგორ ელაპარაკებიან, როგორ იმაშვებიან და აი ესე. ჩვეულებრივად ივანიშვილი წავა ახლო მომავალში თავის ფულებს, არ ვიცი წავა როგორ წავა, რა მოხდება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ უკვე სხვანაირად საუბრობენ, სხვანაირად ჭიკჭიკებენ. ხო და ახლა ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენ გაგხრეტენ, ჩვენ რა ვიცი რა არ გვიქრენი გერბიჭებს ციხეზე ერთმა რომელიმე ერთმა ადამიანმა არ ჩაბარდა ეს რო თქვა ამათ და ყველა ბოლომდე ბრძოლობს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ის ადამიანები გამოლენ განათლებული ადამიანები პატრიოტი ადამიანები გამოლენ და ქვეყნის სათავეში ჩაუდგებიან თუ რა სიკეთეს მოუტანენ ჩვენს ქვეყანას და ესენი დანარჩენები ვინც არიან ესენი გარიწმინდებიან და საქართველოს გაბრწყინდება ამას ვიძახით ჩვენ უკვე მეორე წელი გვაქვს ყოველ დღე მადლობა ეს მალხაზირემაძე იყო მალხაზირემაძე პროევროპული აქციის მონაწილე რომელიც გვესაუბრებოდა ჩვენ ბათუმელების პირდაპირ ეთერში სახელმწიფოებისა ბოდიში ვინ რო გაგესაუბროთ ხო შეიძლება არო დააჯერებდეს დღეს მოქალაქე Facebook-ში დაწერილი კომენტარის გამო კარგით მადლობა სახელმწიფოებისა კაპიტანი ნარგიზ მოდი თქვენი მოსაზრება საინტერესოა დღეს მოხდარ ამბავზე მოქალაქე დააჯარება მოსამართემ 3000 ლარით იმის გამო რომ მან საკუთარ გვერდზე წყევლით გამოხატა ივანიშვილის მიმართ უკმაყოფილება არც ისე კრიტიკული დავიკითხე მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ იმდენად ბევრი ცოდვა ჯადენილი ქართულს და ვიჟინა ივანიშვილის რომ დარწმუნებულია ეს წევლა კანონიერად ეკუთვნის მაგიას დამწარებული რა უნდა ან დააჯარიმო ან დააკავოდა მაგრამ ისინი ფიქრობენ რომ ამ გზით შეეშინებენ მოქალაქეებს და აღარ იქნება ვთქვათ ძვლის პროტესტი ამ ფორმით კომენტარში არ დავწყევი დავწები და სალოცავზე დავწყევი და უფრო მიუღვა ახლა მაგით რა გონია ახლა შეაძლოა მეტად გააბრაზა მოქალაქეებს სისულელია თავისუფლება და წევლა როდის მე იყო სასაცილოა ოღონდ იმას ამტკიცებ რომ რა დღეშია ქართულობა და როგორი შეშინებულია ამით მათ უსულობას ამტკიცებ და ეს ჩამეტი არაფერი დიდი ამბავი ახლა კომენტარში თუ არ დავწყევლე საკუთრებიდან დაწყევლე ადამიანი მაგრამ იმედენად დარწმუნებულია რომ ეს წევლა ყველა ერთიანად მიუბრუნდებათ რომ ვითომ ამით უნდა შეზღუდოდა მაგას ვერ შეზღუდდა აზრი არა ზვიადი რას ამბობს ბოლო მოვლენებზე როდის ხოდა მასაკო ზვიადი დაუდაჭრა რაღაც სასწაულის იმედი მაქვს ჯერჯერობით საქართველოს ეროვნულ საავადმყოფოში მერტის წყალობით მაინც აქვს დასავლეთის რეგიონად და ბრძოლა ყოველთვის გამოიღებს შედეგს მაგრამ დრო არ ვიცი და უნდა ვიცვალოთ რომ ხო ეს ბენი დავყვავოთ ირან მადლობა ეს ნარგიზ დავითაძე ბრძოლა ბოლომდე ამობს ნარგიზ დავითაძე ის ზვიად ცეცხლაძის დედა პოლიტიკური პატიმრის ბათუმელი სტუდენტის რომელიც ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში თქვენ უსმენთ ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს და მათ განწყობებს მათ რეაქციებს ბოლო პოლიტიკურ ამბებზე მათ შორის დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როცა 3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, ვინც საკუთარ Facebook გვერდზე გამოხატა წყევლით უკმაყოფილება ივანიშვილის მისამართით. სახელმწიფოებისა გოჩა, თქვენს მინდა გითხოთ, რას ფიქრობთ, რას აჩვენებს ეს სასამართლოს მხრიდან და ივანიშვილის მხრიდან, ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან, მოდი ასე კითხავდით, იმას რომ როცა მოქალაქეს აჯარიმებენ უკვე წყევლის გამო, ხო მოქალაქემ წყევლით გამოხატა თავისი პროტესტი უკმაყოფილება საკუთარ Facebook გვერდზე და ის დააჯარიმეს 3000 ლარი. ფინანსურ დაშინებასთან რეპრესიულ პოლიტიკას აღგზელებს. ფინანსური კუთხით ყველას აღგზელებს და უნდა რომ ხალხ
ანუ ხმა არ ამოიგოს არც ქუჩაში არც ფიზიკურად არც სოციალურ სფეროში და ვინმე მის მიმართ დაუღიართვა. წაისხველი არ არის ამ ქვეყანაში ისეთი დაჯგუფების წევრების გარდა და ყველა მეორე პირად კითხულობს ალევშე ხელოსნებას და არ უნდა რომ ეს მოკითხები გაგრძელდეს და ეს მოკითხები იყოს ღმა და რავლის მომცველი და ამიტომ გადავიდა წევლადეთ და მე ვფიქრობ ცოტა ხანში ანუ წევლაგია ნებისმიერ სიტყვაზე შეიძლება დაგაჯანიმონ აუ მათ მიიჩნევენ აუ სიტყვას რავის შეუძლია თუ ახლა საქმე და მოსამართლეები ყავს ამტესებული და ბეჭრავენ ამ ჩარინის აგრელებს და არიან ბედნიერი ანუ ამ რეპრესიული კანონის არაერთი რეპრესიული კანონის მიღება სჭირდება ხო ივანიშვილის რეჟიმს საიმისოდ რომ მან რაღაცა შეძლოს ამ პროტესტის ჩახშობა ამ ქვეყანაში მაგრამ მაინც ამას ვერ ახერხებს მაინც ასე ხედავს თქვენი აზრით ივანიშვილი რომ აი თუ კი უფრო გაამკაცრებს ამ მიდგომებს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დააჯარიმებს უსამართლოდ ის ამ გზით ჩაახშობს ან მიღწევადია ეს მიზანი საქართველოში ჩემი აზრით მიუღწეველია და ამას ხარწყობს რავი პროტესტი არსებობს არ გამხრალა არ შეწყვეტილა და არც ის ანუ გამოხატვის კუთხითაც არავინ პირიქი რავი იქნება რომ აღარა ფოქცელებში მას მე უფრო მეტი ადამიანი იგინება და მე რო ავიღო არასდროს არ გამომიყენებია ბილდ ანუ მიუღებელია კატეგორიულად ჩემთვის ანუ ბილდის სიტყვა სოციალში თუ ასე შემდეგ საჯარო კომუნიკაციების უფრო მაგრამ ის კანონი რომ გამოხატვის თავისუფლების ანუ შედგენილ არ მისდე ანუ შეგნებულა რა ვიცი მე საღარ ვერიდები და შეგნებულა წერი სიტყვა რაღაც რამე ავწერი და მე ვფიქრობ იმ ხალხში უკვე რეაქცია გამოიწვია და მათაც პირიქით გააქტიურეს ხალხში ანუ мотивация გააჩინა რომ ვითი იყაროს ჯაური ამ რეჟიმზე და ერთ-ერთი ჯავრის საყრელი მექანიზმი შექმნა კანონის სახით რომ ავი თუ ვიღაცას გააკრიტიკებს ან რაღაცა შეაფასებს მათ შეურაცხყოფა დაგიქვამენ და აღაჯანებენ თამაშს შეგიტარებენ გამგებლებას გამოსცემენ დაცვის ხარია, ბრალდების ხარია, რა ვიცი რაღაცა უნდა სამინისტროში მთელი დეპარტამენტი შექმნეს და არიან საქმის წარმოებაში ძალიან მაღალი ტემპით აწარმოებენ საქმეს და რა ვიცი მე ვფიქრობ რეაქცია მაგის რეაქცია ანუ ეს შეგვიდა გამოხატვის თავისუფლება და ხალხი არ ემოციონირება და არც აემოციონირება რა ვიცი აღვაჯარული და ჯანმრთელობები ვართ ისედაც რა ვიცი ასე მინდა კიდევ ოპოზიციის შესახებ როგორ უყურებთ ოპოზიციაში დაპირისპირებებს მათ შორის ნაცნობრობაში გააქტიურებულ პროცესებს თორე ბევრია ხო ისეთი მოქალაქე რომელსაც მართალია აქვს პროტესტი ხედავს რომ საფრთხეშია ქვეყანა ხედავს რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ უნდა ქონდეს ქართული ოცნების სისტემისგან ამ რეჟიმისგან მაგრამ ის ამბობს რომ აი უკეთესი ვინ არის ხო ესეც ერთგვარად არის ქართული ოცნებისგან ინსპირირებული შეკითხვა რომ აი შენ უკეთეს ვერ აირჩევ ხო შეიძლება მე არ ვარ გივარ მაგრამ უკეთესაც ვერავის ვერ მოიყვან და აი რას ფიქრობთ ამ პროცესებზე რავი რამდენად რჩება იმის რესურსი რომ რაღაცა პოლიტიკური პარტიები მნიშვნელოვანი მონაწილე გახდნენ ამ პროცესის და გააგრძელონ ეს პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკა გაუქმებულია ძინა ივანიშვილის და მის რეჟიმს რეალურად იმიტომ რომ არჩევნებს არ ატარებს ეს კაცია თუ არჩევნები არ ჩატარდა ანუ 300-დან დაახლოებული მინიმალური სტანდარტების აი რა ვიცი რა პოლიტიკა უნდა რა პოლიტიკის მოლოდინი უნდა ქონდეს და პარტიული ბრძოლის მოლოდინი უნდა ქონდეს იმედი განთული იქნება გარემოში რაც შეეხება იმას რომ ანუ რაც შეეხება იმ ამბავს რომ მაგალითად მის ეხმა ოცნება ცუდია მაგრამ ალტერნატივა არ არის ეგ არის მოგონილი ინსპირირებული ოცნების მიერ რავი ოცნების უკეთესი არის ნებისმიერი ძალა რომელიც პარტიათაა საქართველოში რეგისტრირებული ოცნება რომ უკეთესი არის ალტინფო რა ვიცი ხალხის ძალა ანუ კონსერვატიული მოძრაობა და ასე შემდეგ ოცნებას ესენი ჯობია თქო პროგრესული არიან ისინი და ოცნებას მაინც ჯობიან რა ვიცი ამ დასავლური ორიენტაციის პარტიებს შორის რომელიმე უნდა შეარჩიოს მოქალაქემ და ეს ვალდებულება ვფიქრობ და არ არის ოცნებულობა და არ არის ის რომ რაღაც ანუ მოდი რომელიც შევარჩიო რაღაც ანუ აუცილებლად უნდა შეარჩიოს და არ უნდა მის შესაძლებლობას იმის საშუალება რომ მე არ ვარ მაგრამ ჩემზე უარესები არიან იქ ნამდვილად ანუ პრობლემები ყველგანაა ფული სიტუაცია ამესვის რაღაც ვერავინ ვერ უარყოფს მაგრამ ოცნება რომ უკეთესი ყველა ნებისმიერი პოლიტიკოსი საქართველოში საჯარო პოლიტიკოსი
ცნობილია, ყველა ჯობია უცნობის წარმომადგენლებს მედიცინის საკითხი თავისი წარსული, კატკორტი და ხო, თუ ხედავს მოქალაქე რომ ვერ ახერხებენ ესენი გაერთიანებას, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ჩხუბობენ, მათ შორის ხშირად ხედავს მოქალაქე რომ აბსურდულია ამ ჩხუბის რაღაცა მიზეზები, ხო? და რაღაც სხვა რამე უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თქვათ ასეთი დაპირისპირებები პარტიების შორის. მაშინ მან როგორ განდოს შენ ამ ქვეყნის მართვა, ხო? შენ უნდა მოხვიდე სათავეში და აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე და თუ შენ განცდა გაქვს რომ უკეთესი ვერ იქნება ის პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩაანაცვლებენ ოცნებას, მაშინ შენ შეიძლება აღარ გინდა რომ გააქტიურო შენი ბრძოლა. სტაბილურობა არ მჯობინო, ანუ არასტაბილურ მდგომარეობა, რომელიც იქნება საერთო ამას ვიქცევი. ხო, ანუ ეჭვები გაქვს, იმიტომ რომ ხედავ რომ რისკოა ბევრი რამ, ხო? ამას მაგრამ მოხდება, ანუ ამ მოცემულობაზე რაც ახლა ჩემი როგორც მოქალაქე მოგლებით ეხლა რა სიტუაციას არის და მოცემულობა ხო ამან დილე სიტუაციას გადაუჭირს ფიზიკურად არ იქნება. მე ვფიქრობ რომ რავი ამან ანუ რაც უნდა ხელისუფლება, რაც უნდა ძალა აიჭიო, რომელსაც ვადასვან მესმის ხტებით პრობლემებია, დაპირისპირებებია, და გამოწვეული მიზეზებზე საუბრობენ და რაღაცა პირად და ანუ პირად ამბიციებს ვერ გადააბიჯავენ მომაკვთან და ნახელი და ცხადია და ძალიან მოცემულობა და სუდია, მაგრამ ეს პირადი ამბიციებით მოძრავი ხალხი მაინც ჯობია ამან. იმიტომ ესენი უცნები მაინც არ არიან და რაღაც ანუ იმ დასავლური გეგმას ჩარჩოს, რომელიც აფიქსებულია, რომელიც ანუ ასოციაციების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მონიტორინგის და მივიღეთ ის რეფორმები, რომელიც უნდა გავაკაროთ და ის გეგმა ამას მაინც გაყვებიან და ამას მაინც შეასრულებენ. დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები რომ არის მესმის, მაგრამ ეს არა მე როგორც ერთი მოქალაქე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს არ მაძლევს მის საშუალებას და უფლებას, რომ მოდი ხელი ჩავიქნო და ვთქვა, რომ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, ოცნება არ ვარგა, მაგრამ აქეთაც არა, ანუ არა ის ძალა, რომელსაც შეიძლება ჩემი ხმა დაიმსახურო, ჩემი ხარდაჭერა დაიმსახურო, ეგეთი არა, ანუ ოცნება არ ვარგა და ჩვენ როცა ხალხი თავის ძალის დემონსტრირებას აკეთებს, რომ ჩემს ხელში ეს ძალა, უფლება უკვე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არის იძულებული რომ გაუწიოს ამას ანგარიში და შეასრულოს ხალხის მოთხოვნა. თქმა უნდა და აქეთ ანუ პრობლემები კიდევ ერთხელ არის, მაგრამ ის ძალებია რომ ამ ხალხის დაკვეთას მინიმუმში ასრულებენ და ვერც არ გაიქცევიან, იმიტომ რომ ანუ მე და ანუ არიან შედარებით უკეთესი ძალები, შედარებით გამოცდილები და რა ვიცი, მე ვფიქრობ ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები და პატრიოტები და ბევრი მასშტაბი შეიძლება პირადი ამბიციით მოძრაობს, მაგრამ მინიმუმს დაიწყებს, რაც მოქალაქეების დაკვეთა იქნება და რა ვიცი, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სასამართლო რეფორმას მინიმუმ ჩაატარებს, იმიტომ ბევრმა საკუთარ აუზეს საკუთარ და ცხოვრებაში გამოსვა და რაც ვთქვი, პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ახლაც არიან ციხეში. კანონოდ 10 წლეულობის ციხეში, ანუ საშელი სასამართლო კოდექსის და რაც ვთქვი, რავი, ყველამ გამოსვა და ამის ყველაზე სიმბოლური მაგალითი ალბათ არის ელენე ხოშტარია, ხო, რომელიც დღეს გადაყავთ რიომეთში, იმიტომ რომ ადამიანი ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო არის ციხეში, ეს არის მართლაც სრულიად აბსურდი ამ ბანერი ახლა არის ლაგავსაღელზე და მარკერით გაკეთებული წარწერა, რომელიც აიშალა კადრების არსებობ მალევე წაშალეს, მაგრამ ელენე ხოშტარია ისჯება, პირველი ჩემი ხოლმე და ხარდაჭერა მას ელენე ხოშტარია ისჯება სოლიდარობისთვის, ხარდაჭერისთვის და ანუ უკან და მოუხედავთ გოლისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მე ესე ვხედავ და იმ პრინციპულობისთვის, რომელიც მან აჩვენა და გამოავლინა და საქმით დაადასტურა. ელენე ხოშტარია ისჯება მაგისთვის, თორემ რა ვიცი ეს რა. იგერა, ანუ არის პარლამენტში პარლამენტად წოდებული, რა ვიცი, შეკრებილები რო არიან, ერთმანეთს თავი დაამტვრიეს, დაალეწეს და არავის მიმართ ნიშანი არ დაუსვამს. გამოძიებაც კი არ დაუწყიათ ფორმალურ დონეზეც კი. მარკერის წარწერა კალარდის ბანერზე ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული 4 შვილის დედა, რომელსაც ჯანმრთელობის ძირი პრობლემებია, ყავს საპრობლემოში გამოკეტილი, რა ვიცი, მე ვფიქრობ ადმინისტრაციულად დასჭადის არ უნდა იყოს აღმოსული, ჩვეულებრივ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში სტანდარტში შეეძლება ჩემთვის. კი, მაქსიმუმ როგორც იურისტები გამარტავენ, შეიძლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ეს ზიანი იყო 500 ლარი და 520 ლარი მგონი, ესე არის შეფასებული თავად საქმის მასალების მიხედვით.
ან დაზიანებული ბანერი. ხარჯი იქნებოდა 5 ლარი, რავი. ეგეთი ზიანი ნუ ექსპერტიზამ დათვალა 520 ლარი. ნუ დავუშვათ ამდენი ზარალი იყო, ხო? მაქსიმუმ ეგ შეიძლებოდა მაგ სამართლებრივად, რომ მოეთხოვათ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურება. ანტიხელში და ქართველი გების, ქართული ტრადიციების, მანდილოსნების. კი, შარმანაშვილი ამბობდა დღეს, რომ ქართველობა დაიცვეს დეპუტატებმა, იმიტომ რომ გინება იყო და იმ გინების გამო დაამტვრიესო თავპირიო, ნუ ესე გამოვიდა. ქართველობა დაიცვეს მუშტიკრებით, რა, ეგეთი ქართველობა ეს ქართული საქციელი არა, რავი, დეპუტატები ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ, გამაგალის აკლევენ სხვა საზოგადოება. აი, ჩააჭირე არა, თავში ელემენტარული განათლების ნატავალი არ გააჩნიათ და ორი სიტყვის გადამმა არ შეუძლიათ და ორი სიტყვის ანუ გადმოცემის უნარი არ აქვს, პასუხი გასცემა ერთმანეთს, ამიტომ მუშტიკრიზე გადადიან და კი ვნახე, რა ვიცი. ოლიმპიური ჩემპიონი უნდა არის ადამიანი, რავი, რეკორდსმენი და რაშა ტალახაძე. ბიზნეს პარლამენტარი და ბიზნეს მონური, რა ვიცი, მონური მორჩილებით მოძრაობს და მუშტიკრივის მართავს პარლამენტში და ტრიბუნასთან. და ხელით ეხება ადამიანებს, მოხალხეებს, რომელიც ანუ საოცრება. ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს ივანიშვილის გამო და ამ დროს პასუხსაც არავინ არ ხვდავს. და იმიტომ როცა ბიზნეს მონომად თანხმობა აცხადებს ოცნების სიაში ეწევები, იმისგან უკვე რა ვიცი, ანუ არაფერი არ მოყვი, შეგვიძლია ერთი შეუძლებელი მონები უნამუსობა და არასწორი საქმე და უკანონოა თორე, რა ვიცი, ბევრი ჩაუდენია მანამდე და კიდევ ბევრი ჩაიდენეთ, საშუალება მიეცემათ ამას, რომ მალე დასრულებიან და არ ეცემათ კავშირი ხელებების გაგრძელების საშუალება. მადლობა. ეს გოჩემ ჟავანეძე იყო პროევროპული წინამდებობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთი იყო დღეს ბათუმში პროევროპული აქციის მონაწილეების გზავნილები და მათი რეაქციები ბოლო პოლიტიკურ ამბებზე. ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო, ეს როდი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯირი და ნეტგაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.